გამარჯობა რადიომედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას თბილისის დროით 16 საათი 18 წუთი გახლავთ და ჩვენ ახლა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროთ საშუალება გვაქვს რადიომედის პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ ხალხის ძალის აღმასრულებელ დივანს ბატონ გურამ მაჭარაშვილს რომელიც როგორც მატყობინებენ ხაზია ბატონო გურამ გამარჯობა გესმით ჩვენი ხმა გამარჯობა მოგესალმებით მეცალმის საზოგადოებას მადლობა ბატონო გურამ დავიწყოთ ჩვენი დიალოგი საგარეო პოლიტიკით ჩვენ ვიცით რომ დღეს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა სადაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი იმყოფება მანამდე აგერ მეზობელ სომხეთში იყო ის შეხვედრა რომელმაც სომხეთისთვის ევროპული ელფერის პოლიტიკური ელფერის მეტად შემოტანა შეუწყო ხელი და იმყოფებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აი ამ საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებში ჩვენი აქტიურობის ჭრილში თუ შეგიძლიათ რომ და მიმდინარე გლობალური რთული პოლიტიკური პროცესების ჭრილში თუ შეგიძლიათ გავაანალიზოთ ის პროცესები რომელიც ჩვენ ირგვლივ არის შექმნილი და რამდენად იძლევა ეს ყველაფერი იმის საშუალებას რომ ჩვენ გავიმყაროთ კიდევ უფრო ჩვენი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოცემულობა თუ შესაძლებლობა. კი ბატონო, მე მინდა საზოგადოებაში ავახსენო 2022 წელი, როდესაც საკმაოდ ქართულ და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში სიტუაცია გულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას და ამავდროულად ძალიან დაიძაბა საქართველოში მათ შორის სიტუაცია, როდესაც პირდაპირ გაგებით იყო ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე ზოგადად როგორც მეორე ფრონტის გასწრებასთან დაკავშირებით, ისე ბევრი სხვა მიმართულებით იგივე ახება LGBT პროპაგანდას და ასე შემდგომ. ანუ რეალურად უკვე იყო გადაწყვეტილი რომ ქვეყანა ამ შემთხვევაში საქართველოს უნდა აერჩია, ან უნდა დაეთმო სუვერენიტეტი და დაყოლოდა იმ ძალებს, რომელმაც ძალებაც სამწუხაროდ უკრაინა დღევანდელ დღემდე მოიყვანეს და ამ მდგომარეობაშია სამწუხაროდ ჩვენ კარგად ვიცით უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს ერთი წამით წარმოვიდგინოთ ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ მაგალითად არ გაგვიწია წინააღმდეგობა და იმ პოლიტიკას გავყოლოდით. ანუ ევრობიუროკრატიის მაშინდელი ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციის მითითებებს, სადაც სამწუხაროდ საქართველოს იქნებოდა ძალიან რთულ მდგომარეობაში და დღეს უკვე ჩვენ ვისაუბრებდით არა იმასთან დაკავშირებით, რა კითხვაც თქვენ დასწრით. მაგალითად ერევანში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, მიგვიწვიეს ჩვენ ვიქნებით თუ არა დაუშვათ დერეფრანის მთავარი როლის შემსრულებელი, ასევე არ ვისაუბრებდით იმაზე საერთაშორისო პლატფორმებში ჩვენ სადაგვაქვს მიღწევები და ეკონომიკა ვთქვათ ორნიშნად ციფრით იზრდება თუ ერთნიშნად ციფრით. არამედ სამწუხაროდ ვისაუბრებდით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, რამდენი ტერიტორია დაიკარგა, რა გვექნება მომავალი და ასე შემდგომ. ამით რითქვა მინდა, რომ როცა ჩვენ შევძელით მაშინ და მათ შორის ჩვენ რამდენიმე დეპუტატმა შემდგომ უკვე პარტია ხალხის ძალამ შევძელით და საზოგადოებას მიმართლე მივაწოდეთ, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ დეზინფორმირება ვეღარ მოხდა საზოგადოების ისე როგორც გეგმავდნენ, აი მაშინ მიეცა ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ პრაგმატული პოლიტიკა ეხორციელებინა და მოვედი დღემდე ესე მშვიდობით და ამიტომ დღეს ახლა აი სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ისებაში ინარჩუნა თავისი თავი დაიფასა და სუვერენიტეტი შეინარჩუნა, ახლა უკვე აი ამ საერთაშორისო ფორმატებში და იმ გლობალურ გამოწვევებში რაშიც იმყოფება მსოფლიო და რეგიონი. საქართველოს უკვე თავის სიტყვა ეთქმის და როდესაც საუბარია იგივე იტალიის პრემიერის განცხადებაზე, რომ მაგალითად იგივე ნავთობით და ენერგეტიკული საშუალებები აზერბაიჯანიდან უნდა წავიდეს, მათ შორის საქართველოს გავლით, ვერც ამაზე ვერ იგენებოდა საუბარი, აი იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გითხარით სამწუხაროდ რაც არის უკრაინაში, იმის ანალოგი უნდათ საქართველოში. ასე რომ სიტუაცია დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპი გადავლახეთ მშვიდობიანად და შევინარჩუნეთ ეს მშვიდობა და უსაფრთხოება და შესაბამისად ეკონომიკა და შესაბამისად ყველა დღეს უკვე ვაფასებს როგორც თანაბარი პარტნიორი და არა როგორც ვასალი სახელმწიფო, მაინც კიდევ გვაქვს წინ გამოწვევები და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც უნდა იგივე პოზიცია დაიკავოს სახელმწიფომ და რა თქმა უნდა
ხელისუფლებამ საკმაოდ პრინციპული პოზიცია იმისათვის, რომ აი ეს გამოწვევები რაც არის მინიმუმ პირდაპირ გაგებით 2 ომია რეგიონში ჩვენთან სხვა დანარჩენ გამოწვევებს რომ თავი დავანებოთ. და გამომდინარე აქედან ბუნებრივია რომ ამ სოფლიო გამოწვევების ფონზე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს გამოცდილება მივიღეთ ამ გამოწვევებთან გამკლავების და შესაბამისად რა თქმა უნდა ჩვენ პოლიტიკას გავაგრძელებთ ხალხისგან რომ საზოგადოებას ისევ მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია ჩავთვალოთ პოლიტიკურ პროცესებში და ამ შემთხვევაში ხელისუფლებასაც თუ კი რამე ექნება ისეთი პოლიტიკა მათ შორის საგარეო რომ უფრო მეტი პრინციპულობა იყოს საჭირო, ამასაც არ დავზარდებით. გასაგებია. ბატონო გურამ ჩვენ დღეს და ამ პერიოდში დავაკვირდით, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში პროცესს ვაკვირდებით, როცა გეოპოლიტიკური ვექტორის სახეცვლილებას განიცდის ჩვენი მეზობელი სომხეთი და აქ გამართული ეს შეხვედრაც ალბათ შემთხვევითი არ იყო და აქცენტი რა თქმა უნდა კეთდებოდა შუა კორიდორზე და გეოეკონომიკურ ფაქტორებზეც. ჩვენ ამ შეხვედრაზე სომხეთში ვიხილეთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან კომუნიკაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. და ეს ყველაფერი მიმდინარეობს, თუნდაც უკრაინაში გამართული ეს აქტივობა მიმდინარეობდა საქართველოსა და ბრიუსელს შორის არსებული არცთუ სახარბიელო კომუნიკაციის ფონზე. და საინტერესოა თქვენი შეფასება ბატონი ზელენსკის მხრიდან აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია ეს იყო ეტიკეტის ნაწილი თუ შეიძლება იგრძნობოდეს რაიმე იმპულსები ურთიერთობის დათბობისკენ თქვენ როგორ ხედავთ ეს რამე გრძელვადიანი თუ უბრალოდ იმპროვიზაციული კონკრეტული მომენტის შედეგი იყო მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა მათ შორის ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლებამ ზოგადად ასევე დაინახა ის რეალობა რა რეალობა შექმნა საქართველოს ზოგადად რეალობა მდგომარეობს იმაში რომ ჩვენი სწორი პოზიციონირებით შემძელით ის რომ უკვე ევროკავშირი დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია პირდაპირ აცხადებს რომ მაისში აგზავნის დელეგაციას რომ უნდა მოხდეს ახალი ნაბიჯების გადადგმა სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ანუ ეს არის ის რეალობა რასაც ჩვენ ამბობთ დიახ რომ ვინც ჩვენ დაგველაპარაკება როგორც პარტნიორ ქვეყანას რა თქმა უნდა ჩვენებს უნდა ყოველთვის იქნება ძალიან მეგობრული დამოკიდებულება რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას უშუალოდ ნუ სამწუხარო მოცემულობა და რჩება ის აქტები და ქმედებები არაერთი და უსამართლო ქმედებები მათ შორის განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან თუმცა თუ ამას დაისიგდებიან და ამას გაიგებენ რომ იყო არასწორი და რა თქმა უნდა გადადგამენ ასე ვთქვათ მეგობრულ ნაბიჯებს ამ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ რომ რა თქმა უნდა უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობა ყოველთვის იყო მეგობრული უბრალოდ ხელისუფლება შეიქმნა ისეთი მართალი ომის მდგომარეობა იყო მაგრამ ეს ომის მდგომარეობა ვერ ამართლებდა იმ განცხადებებს და ქმედებებს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო მიუხედავად იმისა რომ მხრიდან ომის დაწყებისა საქართველოს უკრაინას ვერ შეედგა თავიდან ბოლომდე თუ ჰუმანიტარული დახმარებით თუ საერთაშორისო პლატფორმებზე 600-მდე რეზოლუციაში მის ხარდასაჭირად და რუსეთის საწინააღმდეგო ხმის მიცემით ყველა თვალსაზრისით ვერ შეედგა ნუ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იყო ელჩის გამოწვევა მოწოდებები იმასთან დაკავშირებით რომ ხელისუფლება შეიცვალოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით რომ სააკაშვილი გამოუშვა ან მეორე ფრონტი გაიხსნას რომ იქნებ შეგვეხიდოთ და ასე შემდგომ ძალიან უსამართლო განცხადებები ამას ნუ ასე მარტივად რა თქმა უნდა ვერ დაივიწყებ თუმცა მოცემულობა რა თქმა უნდა არის ის რომ ინიცირება რადგან იყო თავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან როგორც ჩანს რაღაცები ასე ვთქვათ გადაალაგეს და იფიქრეს რომ ამ შემთხვევაში სწორი პოზიციონირებით საქართველოს უკვე დღეს ის პოზიცია დაიკავა რომ თავად ევროკავშირის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას უკვე სურს საქართველოსთან ურთიერთობა და პარტნიორობა და ვფიქრობ აქედან გამომდინარე იყო ჩემი აზრით აი ჟესტი ზელენსკის მხრიდან ხოლო კიდევ მეორე რაც შეეხება იმას ჩვენ მხრიდან უნდა იყოს აუცილებლად მოთხოვნა იმ განცხადებებზე არასწორ უსამართლო ქმედებებზე მათ შორის
რომელიც საქართველოს მიმართებაში დაფიქსირდეს ეს იყო არასწორი და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ მაშინაც ვამბობდით რომ არა პრობლემა არ ქონდა და არ გეწება თავად უკრაინის საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან. გასაგებია. და ბატონ გურავ, ჩვენი დიალოგის ბოლო ნაწილში საქართველოში მიმდინარე პროცესებს რო გამოვეხმაუროთ, ერთი ახლოვდება 26 მაისი და საინტერესოა თქვენი შეფასება ან რას ელოდებით ზოგადად ოპოზიციური ალიანსისგან, სადაც კიდევ ერთხელ ხმაურიანად მიმდინარეობს ამ ალიანსის მოქმედება და ამ ღონისძიებამდე დაგეგმილი აქტივობები და მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია და გასაგები გახდა რომ თორსები 11 მაისისთვის ჩაინიშნა უკვე გაფართოებული კრება საქართველოს ეკლესიისა და თქვენ ადრეც საუბრობდით იმაზე რომ საეკლესიო მომავალი პატრიარქის არჩევნების საკითხებიც კი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა. გადაწყვეტილია უკვე რომ იგივე 11 მაისს გაიმართება ეკლესიის გაფართოებული სუდამა და აირჩევა ახალი პატრიარქი. რა თქმა უნდა ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა საქართველოში და თავად ის ფაქტი რომ 17-21 მარტის დღეებში 17-21 მარტის საქართველოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ საქართველოს საზოგადოებისა დაადასტურა რომ მისი ძირითადი საფუძველი და არგუმენტი ცხოვრების წესი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება არის ოჯახური ტრადიციები ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ საქართველოს დგას იმ პლატფორმაზე რასაც ქვია სარწმუნოება და ამიტომ უნებრივად დაინახეს რომ ამ შემთხვევაში მარტივი არ არის ქართული სახელმწიფოს დამარცხება თუ ქართული ეკლესია არის ძლიერი შესაბამისად ამიტომ არის რომ დარტყმები აქამდე და ამის მერეც იქნება ეკლესიაზე უნებრივია იმ ძალაზე რაზეც დგას ზოგადად ქართული სახელმწიფო ეს არის მოცემულობა და რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ უკვე მოხდება ახალი პატრიარქის არჩევა რაც იყო თავად კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ანდერძით სიცოცხლეში ვედატოვებული ანდერძით იმედი გვაქვს რომ ასე იქნება და შესაბამისად რა თქმა უნდა გააგრძელებს საქართველოს როგორც საეკლესიო ისე საერო თვალსაზრისით ცხოვრებას და განვითარებას. გასაგებია. დიდი მადლობა იმისთვის რომ გამონახეთ დრო და გაგვისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბატონო გურამ. მადლობა, გაიხარეთ. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ გურამ მაჭარაშვილი ხალხის ძალის აღმასრულებელი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. გამოეხმაურეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ჩვენი მასთან დიალოგი რადიო ევენთის Facebook გვერდზე აიტვირთება.